დიახ, როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა და მე 4 აპრილს კიდევ მიმართეთ სალომე ზურაბიშვილს ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წევრების ისევე როგორც სამწუხარო შტაბის შემადგენლობის ღირსების ორდენის დაჯილდოების წერილით და დღემდე ჩვენ არ გვაქვს მისი პასუხი და ხელმოწერა ამ დოკუმენტზე, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან სამწუხარო და საერთაშორისო აჩვენებს მის დამოკიდებულებას სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას საკითხების მიმართ. არის ცალკეული საკითხები, რომელსაც ვატყობთ, რომ როცა პიარულად ჭირდება, მაშინ აკეთებს ხოლმე, თუმცა როცა სახელმწიფოებრივი საკითხები არის, ხედავთ, რომ ამ მხრივ პასუხი არ არის მისი მხრიდან. ძალიან კიდევ ერთხელ ძალიან სამწუხაროა, თუმცა მეორე მხრივ გასაგებია, რომ კიდევ ერთხელ ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელმაც გადააბიჯა კონსტიტუციას, გადააბიჯა ქვეყნის ინტერესებს, ის სრულად ბოლო პერიოდში ჩვენ რასაც უყურებთ, სრულად მოქმედებს გარედან კარნახით და გარედან რა კარნახის მოზრდის ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, როდის რა გააკეთოს, როდის რა განცხადება გააკეთოს, როდის რას მოაწეროს ხელი, ზუსტად ისე იქცევა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ბატონშალა, დიდი რეფორმა ელოდება პოლიციას, ამბობს უბას სანიკიძე და ანონსებს, რომ მომავალი ხელისუფლება, შემდეგი ხელისუფლება კაცრად დასჯის პოლიციის ზოგადად იმ ადამიანებს, მაგალითად ზედა ბოლს შუაფენას ოდურმიტყვი ამბობს, რადგან პოლიციამ გამოაჩინა, რომ ამის საჭიროება არსებობს. თქვენ როგორ აფასებთ მის დაანონსებულ ხარას და რას ამბობს? პოლიციას კი არა, ეს ხალხი ხელისუფლებაში თუ მოვიდა, მთელ საქართველოს მოუწყობს ეგზეკუციას, როგორც ეს მოაწყეს 2003 წელს, როდესაც მოვიდნენ ხელისუფლებაში. ჩვენ კიდევ ერთხელ საქმე გვაქვს ძალასთან, ნაციონალური მოძრაობის ფილოსოფიის მატარებელ ხალხთან, რომლისთვისაც არაფერს ნიშნავს ღირსება ადამიანის, რომელსაც არაფერს ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელსაც არაფერს ნიშნავს ქართული ხალხი. ეს არის ძალა, რომელიც არის სრულად მარიონეტი გარე ძალებისა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იყო 2003 წელს მოშლა საერთოდ სახელმწიფო ქსოვილისა, საზოგადოებრივი ქსოვილისა და ამითი მათ როგორც საზოგადოებრივი ჯგუფების სხვადასხვა ჩარეცხვა დაიწყეს, გარიყვა დაიწყეს. ზუსტად ამას შემდეგ უკვე ოპოზიციაში აკეთებენ დღესდღეობით, თუმცა ისე ძალაუფლება არ აქვს და ამისთვის ჭირდება ძალაუფლება. მათი პატრონები გარედან იმიტომ ცდილობენ, უკვე ამდენი ხანია 2012 წლის შემდეგ უკვე დაიწყეს ყოველდღიური მცდელობა, რომ დაებრუნებინათ ისინი ხელისუფლებაში იმისთვის, რომ მიიტაცონ სახელმწიფო და ეს სახელმწიფო მიიტაცოს უცხო ძალებმა. როგორც ეს ჰქონდათ 2012 წლამდე გარეძალვის მიტაცებული საქართველოს სახელმწიფო და იყო სრული მარიონეტული ხელისუფლება, ზუსტად ასეთი მარიონეტი უნდათ რომ მოიყვანონ ხელისუფლებაში. ჩვენ ამისთვის ვხედავდით რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა გარედან ჩარევა ამ პროცესებში. ვხედავდით მიხეილ სააკაშვილის შეფარებას, რომელიც ევროპაში და ამერიკაში თავისუფლად გადაადგილდებოდა, მას ხელს ართმევდნენ, მას ბრიუსელის კაბინეტებში იღებდნენ, მას კონფერენციებზე ეპატიჟებოდნენ, შემდეგ ნიშნავდნენ მაღალ თანამდებობებზე უკრაინაში და იყო ასე ვთქვათ მიღებული სრულად ადამიანი, რომელიც დადასტურდა ეხლა სულ ახლახან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომ არის კრიმინალი და ასეთი კრიმინალი ევროპული ღირებულებების საფარქვეში იყო მიღებული ბრიუსელის კაბინეტებში. ეს ამას ვხედავთ ჩარევით, როცა ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის სივრცეში, ორი კრიმინალი, რომელმაც აქ წამების სისტემა მოაწყეს, ანუ ყველაფერი რაც კი არის ანტი-ევროპა, სააკაშვილმა, ადეიშვილმა და კეზერაშვილმა მოაწყეს საქართველოში, ან მოაწყეს ანტი-ევროპა და ისინი დღეს არიან ყველაზე ევროპულად მიღებული ხალხი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მათ კიდევ ერთხელ ხვდებიან კაბინეტებში, ზურაბ ადეიშვილი ნახეთ ჩვენ ცოტა ხნის წინ ბრიუსელის კაბინეტებში როგორ ხდებოდა უმაღლეს თანამდებობის პირებს და ჩვენი რეაქციის შემდეგ ნაცვლად იმისა, რომ ამაზე მწუხარება გამოეთქვა, წუხილი გამოეთქვა ვინმეს მოისმინეთ საპირისპირო რაღაც ასე ვთქვათ ახსნა იმის, რომ არ იცოდნენ ვის ხდებოდნენ და სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისიის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი ყოფებოდა უკრაინაში, კიევში და კვლავ შეხვდა ზურაბ ადეიშვილს. ასე რომ საქმე იმაში არის სინამდვილეში ჩვენ რასაც ვხედავდით წლების განმავლობაში, არის ის, რომ ყველაზე ანტი-ევროპული, ანტი-ქართული, ანტი-ჰუმანური ძალა საქართველოში არის გარედან მართული ძალა და არის სურვილი, რომ ისინი დაბრუნდნენ იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფო მიიტაცოს გარეთ ძალებმა, როგორც ეს ჰქონდათ 2012 წელს. გრიგოლ გემოაშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით მინდა რომ გითხრათ, მან ფაქტობრივად ტყუილში ამხილა ირაკლი კობაქიძე და ხელი თქვენი ბუდი, ვინაიდან
რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება სამართლებრივი, რომ კობახიძეს ვინმე მართლა სიცოცხლის მოსყიდვით დაემუქრა და ამაზე შეიძლება გამოძიება დაწყებულიყო. რა შეგვიძლია? არის სისხლის სამართლებრივი ნაწილი და არის პოლიტიკური ნაწილი. როდესაც საუბარი იყო ის, რომ კონტექსტში, იმ კონტექსტში, როდესაც ნახსენები არის პრემიერ-მინისტრის ფიცოს შემთხვევა, რა თქმა უნდა, ეს კონტექსტი იყო აბსოლუტურად მიუღებელი და პოლიტიკურად გარკვეული მინიშნების მიმცემი. რაც რა თქმა უნდა, ანუ როგორ გითხრათ, წარმოუდგენელია, როდესაც ჩვენ საუბრობთ ევროპულ საკითხებზე, საუბრობთ ევროპელ ჩინოსნებთან, აქ მოყვანა იმის, რომ რაღაცა კანონმა შეიძლება გამოიწვიოს, რომ ვიღაცამ აიღოს ხელში იარაღი და ესრულოს სხვას, ეს არ ვიცი, ხა ის რატო უნდა მოხდეს საერთოდ ამის დაშვებაც კი. ამიტომ უღეთ კიდევ ეს იყო არასწორი პოლიტიკური კონტექსტში ნათქვამი სიტყვები, რომელიც თავისთავად ტოვებს გარკვეულ აღქმას, რომ არის აბსოლუტურად როგორ გითხრათ, ასე ვთქვათ, დაუშვებელი საკითხების დაშვება, რაც თავისთავად არის დაუშვებელი. კიდევ ერთხელ, როცა საუბრობთ პოლიტიკურ საკითხებზე, კანონებზე და ასე შემდეგ, აქ ექსტრემისტული ქმედების მოყვანა, როგორც სავარაუდო სცენარი, ექსტრემიზმის როგორც სავარაუდო სცენარი, ეს რა თქმა უნდა არის გამოუგნებელი. როგორ შეიძლება ხა მაშინ ყოველ ჯერზე შეიძლება ყველა საკითხი თქვა თუ კი, მაგრამ ვიღაცამ რომ იარაღი აისვოს და აიღოს და ესროლოს ვიღაცას, ანუ ეს ექსტრემიზმის ნორმალიზების გარკვეული სახე არის, როდესაც პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით თუ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში საუბარი შეეხებოდა კანონმდებლობის საკითხს, აქ ექსტრემიზმის როგორც სავარაუდო სცენარის მოყვანა თან საუბარი იმაზე, რომ ამავე დროს საუბარი რომ თითქოს ამ კანონს აპროტესტებენ პროევროპული ჯგუფები და უშვებრო პროევროპული ჯგუფები, ესე იგი ექსტრემიზმით შეიძლება დაკავდნენ და ვიღაცას ტყვია ესროლონ, ეს რა თქმა უნდა არის აბსოლუტურად გამოუგნებელი. როდესაც ექსტრემიზმის და ექსტრემისტული აქტის მოყვანა ხდება როგორც ერთ-ერთი ნორმალური სცენარი განვითარებისა, ან შესაძლოა ნორმალურს გულისხმობ, რომ შესაძლოა დაშვება ხდება, რომ ესეთი სცენარი შეიძლება განვითარდეს და ვიღაცამ ტყვია ისროლოს ამის გამო. პროევროპულმა ძალებმა ისროლონ თურმე ტყვიები. რა თქმა უნდა, ამის დაშვება, რომ ექსტრემისტული აქტი შეიძლება განხორციელდეს და ამის შესაძლო სცენარად წარმოჩენა მაღალ თანამდებობის პირებს შორის საუბარში, ეს არის თავისთავად პოლიტიკურად გამართლებული. მუქარას რაც შეეხება, არის ამისი სისხლის სამართლებრივი განზომილება და არის პოლიტიკური განზომილება. სისხლის სამართლებრივი განზომილება სჭირდება სხვა საფუძველი და მტკიცებულებები, პოლიტიკური განზომილება რა თქმა უნდა არის, როდესაც ჩვეულებრივ პოლიტიკურ საუბარში რაღაც საკითხების განხილვის დროს, რომელიც შეიძლება კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდეს, ექსტრემისტული აქტი მოჰყავს ადამიანს როგორც შესაძლო განვითარების სცენარი. ეს რა თქმა უნდა არის ყოველად გამოუგნებელი. კიდე ერთხელ. ევროპულ უწყებებს თქვენს დაიწყეთო თუ გინდა ეს სიტყვები და ეს ექსტრემისტული აქტის მაგალითი მოყვანილი იქნა სატელეფონო საუბარში, ეს დაადასტურა თავად კომისარმა. მეორე მან წუხილი გამოთქვა, რომ კონტექსტუალურად არასწორად იქნა შეიძლება მოყვანილი და არ სურდა ამის თქმა. ეს სხვა საკითხი არის, ისი თქმა სურდა ან არ სურდა თქმა, ეს სხვა საკითხია, თუმცა კიდევ ერთხელ, როდესაც საუბარია რაღაც პოლიტიკურ საკითხზე და აქ ექსტრემისტული აქტი მოყვანილია როგორც განვითარების შესაძლო სცენარი, მათ შორის როცა საუბარი შეეხება ამ კანონს შეეხებოდა და კრიტიკოსებს, რომელზეც გვარწმუნებენ, რომ ესენი არიან პროევროპული ძალები და თუ კი მოლოდინია, რომ პროევროპული ძალებისგან შეიძლება იყოს ექსტრემისტული აქტი ჩადენილი, ეს რა თქმა უნდა არის გამოუგნებელი კიდევ ერთხელ. როგორც წარმოგიდგენიათ, შეიძლება პროევროპული ეწოდოს ძალას, რომელიც ექსტრემისტულ აქტზე წავა. და ასე გამოვიდა ზუსტად, რომ ერთ-ერთ სავარაუდო შესაძლო სცენარად განვითარების დასახელებული იყო პრემიერ-მინისტრის ფიცოს შემთხვევა, რაც არის ექსტრემისტული, ტერორისტული აქტი მათ შორის, ვინაიდან საქმე ეხება უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებს და ასეთი ტერორისტული აქტის
როგორც შესაძლო განვითარების სცენარის მოყვანა არის სულად გამოუგნებელი და არაფერი ამას არ ცვლის და ამიტომაც მოუწია კომისარს ამაზე განმარტებები. ერთი ნაწილი მინდა კიდე ცალკე გკითხოთ. ემუქრება პოლიციელებს, მაგრამ ემუქრება ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, რომ ფრთხილად იკავებენ პოლიციელებს, რომ შესაძლოა უგულიანი პრობლემის აჯანყება მიიღოთ და არც ფიზიკური განმარტება არ იქნება. ესეთი განცხადებები ხშირად გვესმის ხოლმე. კიდევ ერთხელ ხო, კიდევ ერთხელ მე ამ ტერორის კამპანიას, რომელიც ახლა მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კოორდინირებული საქმიანობით უნდა გაესვას ხაზი. ჩვენ ბოლო პერიოდშია უკვე რახანია ვხედავთ მუქარას, დაშინების ცდილობას, სატელეფონო ზარებს, ოჯახის წევრებზე თავდასხმას და მუქარას, ხედავთ სატელეფონო ნომრების გასაჯაროებას, ტერორს ოჯახებზე პირად სივრცეში მივარდნას და ზიზღის ენას ამ ყველაფერს კოორდინირებულად ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ამავე დროს მე შემდეგ რომ დეტალებში შევდივართ, ხედავთ რომ ამ ორგანიზაციების ნაწილი არის დაფინანსებული ევროკავშირის ბიუჯეტიდან და განსაკუთრებით ამ მხრივ გამოირჩევა ევროპის დემოკრატიის ფონდი, სადაც ჩაეძიები ყოველ ჯერზე, სადაც ჩვენ ხედავთ რადიკალ NGO-ებს, პოლიტიკურად მოტივირებულ NGO-ებს, ყველგან რატომღაც ვაგნებთ შემდეგ ევროპის დემოკრატიის ფონდს, ეს ის ფონდია შეგახსენებთ, რომელიც მალავს და უარსებობს გაასაჯაროს თავის დაფინანსებები და რომელიც შემდეგ აღმოჩნდება, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და რადიკალურ ჯგუფებს. კიდევ ერთხელ მიმართავ ევროკავშირის წარმომადგენლობას, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად ზოგადად ევროკავშირს და ევროკომისიას, რომ შეისწავლოს ხდება თუ არა მის მიერ და ევროკავშირის ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან შეისწავლოს ის შემთხვევები, როდესაც ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და მათი თანამშრომლები დაკავებული არიან მუქარით, ტერორით, დაშინებით, ტელეფონზე რეკვით და შევახსენებთ კიდევ ერთხელ ყველას ფაქტებს. ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ჯემ ნიუსის ჟურნალისტი ტყვით კეფაში ემუქრებოდა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. სირცხვილიას წევრები ურეკავდნენ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ მას. გრასის ფექტ-ჩეკის თანამშრომელი მიუვარდა ერთ-ერთ პოლიტიკურ მაღალ თანამდებობის პირს, შეურაცხყოფას აყენებდა მას, ხულიგნობა ჩაედინა და მისი დაკავებაც კი გახდა როგორც იცით საჭირო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის შემთხვევები, რომელსაც სამწუხაროდ დღემდე ევროკავშირის ან დამფინანსებელი ფონდის ან სხვაების არც ერთი წარმომადგენელი არ გამოხმაურებია. ამას არ გამოხმაურებია არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ დაეგმო ეს ძალადობა, ტერორი, მუქარა, ზიზღის კამპანია, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ეს წაყრუება თავის მხრივ შეიძლება ახმულითას ამ ჯგუფების მხრიდან როგორც წახალისება და ჩვენ ვხედავთ, რომ სულ უფრო იმატებს მათი მხრიდან ეს ზიზღის კამპანია, რომელიც თავის მხრივ აღრმავებს, რა თქმა უნდა, პოლარიზაციას და სამწუხაროა, რომ ამ პოლარიზაციის არათუ გაღრმავების წინააღმდეგ რაიმეს აკეთებენ ევროპული სტრუქტურები, არამედ ამ წაყრუებით კიდევ უფრო და იმით რომ ეგუებიან, რომ ევროკავშირის ფული იხარჯება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ჩართული არიან ზიზღის და პოლარიზაციის კამპანიაში, თავისთავად ეს ვნებს საქართველოს. ამიტომ კიდევ ერთხელ მიუმართავ ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს შეისწავლოს ეს საკითხი და დააფიქსიროს თავისი პოზიცია. წარმოიდგინეთ თქვენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაცია ბელგიაში, არ ვიცი, ბელგიელი მოქალაქეები, რომ ურეკავდნენ ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირებს, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ მათ. წარმოიდგინეთ თქვენ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია ბელგიაში, რომ აქვეყნებდეს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირების ტელეფონის ნომრებს, მიდიოდეს მათ სახლებში, წარწერებს აკეთებდეს, ემუქრებოდეს მათი ოჯახის წევრებს, NGO, ასეთი NGO რო იყოს ბელგიაში და ბრიუსელში ამას აკეთებდეს. წარმოგიდგენიათ თქვენ რა რეაქცია იქნებოდა ამაზე
ამ NGO-ს რა დაიმართებოდა იქ და საქართველოს ხელისუფლების თუ სახელმწიფოს მიერ რა რეაქცია იქნებოდა. დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი სიტუაცია, სამწუხაროდ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები დაკავებული არიან ზიზღის კამპანიით, ემუქრებიან, შეურაცხყოფას აყენებენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს და ამაზე არ გვაქვს სამწუხაროდ არანაირი რეაქცია ევროკავშირის მხრიდან და არადა ამაზე საჭირო არის და კიდევ ერთხელ მიმართავ, გქონდეთ რეაქცია და თუ იწონებენ ამას და თუ ამბობენ რომ ეს არის ნაწილი გამოხატვის თავისუფლებისა, ესეც გვითხრან. ერთი, თუ პასუხისმგებლობას არ იღებენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახარჯულ ფულზე, ესეც გვითხრან. მაგრამ წაყრუება, რომ ჩვენ მიმართვების მიმართაც არის დუმილი და ამ ძალადობის და ტერორისტ კამპანიის მიმართ, რომელიც წარმოებს NGO-ების, ზოგიერთი NGO-ს და რადიკალურ ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ასევე ფინანსდებიან ევროპული ფულიდან. ამაზე წაყრუება არის, რა თქმა უნდა, მიუღებელი. იგივე თემა რა. საუბრობთ ტერორისტ კამპანიაზე, ეგრეთ წოდებული, როგორც თქვენ ახსენეთ. თუმცა მეორეს მხრივ ვარსაუბრობთ იმაზე, რომ აქციების განმავლობაში ჩვეულებრივ დაუცველ მოქალაქეებს სახლებთან ხდებოდნენ ცერემონიების გაგრძელდა და თქვენი განცხადებიდან რაც ჯერ გამოაქვეყნეთ და ეხლა უკვე თქვით, რამდენიმე ხანში კიდევ ერთი აქტივისტი გახდა ძალადობის მსხვერპლი. თქვენ ძალიან კარგად სიღრმისეულად ვცოდნიათ ის თუ ვინ ხდება, საიდან ხდება და საიდან ფინანსდება პოლიტიკოსებს, თუმცა რატომ არ ხდება გამოძიება იმ ფაქტების, რატომ არ არის არავინ დაკავებული, რატომ არ ხდება იმ პიროვნებების გამოუდინება, ვინც უშუალოდ ძალადობს მოქალაქეებს. ხო, აქაც უპირველეს ყოვლისა, ყველა ამ საკითხს არის გამოძიება და თქვენ შეგიძლიათ შინაგან სამინისტროში მოიკითხოთ ამ გამოძიების მსვლელობა როგორი არის. ამიტომ ზუსტად ეს არის მათ შორის დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილი, თითქოს გამოძიება არ მიდის და რეაგირება არ ხდება. ეს ერთი. მეორე ცილისწამება და დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილი იყო მათ შორის დაკავშირება ჩემი განცხადებისა იმ ფაქტთან და იმ აქტთან, რომელიც ერთ-ერთ NGO-ს წარმომადგენელს შეემთხვა, რაც არის კიდევ ერთხელ ჩვეულებრივი დეზინფორმაცია და ცილისწამება და ზუსტად მიზანი ამისი არის კვლავ ზიზღის გაღვივება ხელისუფლების მიმართ და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. და ზოგადად კიდე აქვე მინდა ვთქვა, რაც შეეხება მეორე ნაწილს, ამ გარდა ზიზღის კამპანიისა და ტერორისტ კამპანიისა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციის და ზოგიერთი NGO-ს მხრიდან წარმოებს, ასევე არის დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც ასევე წარმოებს იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან. მე არ ვიცი თქვენ მიაქციეთ თუ არა ყურადღება, გუშინ მე გამოეხმაურე EUTHO-ს მედიის თავისუფლების წარმომადგენელს ქალბატონ რიბეიროს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ჰქონდა განცხადება პარლამენტში ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, რომ გამოეხმაურა ამ ფაქტს, რომ თითქოს ამას შეიძლება კრიტიკულად გამოეხმაურა ამ ფაქტს და საქმეც იმაში არის, რომ მისი გამოხმაურება გამოწვეული იყო იმ დეზინფორმაციული კამპანიით, რომელიც აკრედიტაციის შეჩერების და ზოგადად აკრედიტაციის წესთან დაკავშირებით წარმოებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, მედია საშუალები კი ბატონო თქვა, შეიძლება ამ საქმეში სუბიექტური ხარ და მიკერძოებული, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც მათ შორის ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ევროპული ფონდებიდან. და სწორედ ეს ცილისწამებული კამპანია საქართველოს პარლამენტის და აკრედიტაციის სისტემის მიმართ გახდა საფუძველი, რომ EUTHO-ს წარმომადგენლებმაც კი აი ამ ცილისწამებული კამპანიის საფუძველზე გააკეთა კრიტიკული განცხადება, რაც რა თქმა უნდა აცდენილი იყო სიმართლეს და მე აქაც მინდა გამოვიყენო საშუალება და თქვენს გითხრათ და საზოგადოებას. ჩვენ იცით, რომ აკრედიტაციის სისტემა არსებობს 2023 წლის მარტიდან ამ აკრედიტაციის სისტემამდე. თქვენ კი იცით, მაგრამ ყველას შევახსენებ. იყო სისტემა, როდესაც ყოველ ჯერზე ხდებოდა საშვების დაშვება აკრედიტაციის სისტემის შემოღებით. თქვენ ყველას გაქვთ ერთწლიანი აკრედიტაცია, რაც ნიშნავს, რომ ისევე როგორც ნებისმიერი თანამშრომელი თუ პარლამენტის წევრი შემოდიხართ თავისუფლად პარლამენტის შენობაში, მუშაობთ ისე როგორც თქვენ გსურთ, წერთ და ასე ვთქვათ, გაქვთ ინტერვიუები მასთან, ვისთანაც გსურთ და არის ყველა აკრედიტაციის სისტემას აქვს თავისი წესები და არის სამი მარტივი წესი. ერთი, რომ
არ შევიდეს ჩართული კამერით ადამიანი სხვის კაბინეტში და ოთახში, თანამშრომლის თუ პარლამენტის წევრის, მეორე არ იყოს ასე ვთქვათ ტელეფონებიდან თუ დოკუმენტების ასე ვთქვათ გადაღება, იმისთვის რომ ის მათ შორის პერსონალური თუ სახელმწიფო ინფორმაცია რომელიც შეიძლება იყოს არ მოხდეს მისი აღმოჩნდა და მესამე განსხვავებით ბევრი სხვა პარლამენტისგან ჩვენთან არ არის წესი რომ წინასწარ თანხმობა არის საჭირო ინტერვიუზე ჟურნალისტს შეუძლია პირდაპირ დაიწყოს ინტერვიუ თუმცა თუ კი რესპონდენტი სარსულს გაგრძელება ეს ინტერვიუ უნდა დამთავრდეს და არ უნდა იყოს დევნა კორიდორებში. ყველა ჟურნალისტი, ვინც აკრედიტაციას იღებს, ყველა ჟურნალისტი ეთანხმება ამ წესს და როდესაც ეს წესი ირღვევა და ფაქტია რომ ირღვევა და ყველაფერი დოკუმენტირდება, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება არის. მინდა სტატისტიკა გითხრათ კიდევ ერთხელ, ამ რაც მას შემდეგ რაც შემოღებული იქნა აკრედიტაციის სისტემა, 23,000-მდე შემოსვლა განხორციელდა ჟურნალისტების მხრიდან, 23,000 შემოსვლიდან მხოლოდ 14 შემთხვევაში მოხდა აკრედიტაციის შეჩერება, დროებით იცით, ერთი თვე არის აკრედიტაციის შეჩერება. აქედან 9 შემთხვევა იყო 23 წელს, 5 შემთხვევა იყო 24 წელს, რაც წარმოადგენს საერთო შემოსვლების 23,000-დან ეს 14 წარმოადგენს 0.6%-ს. რაც თავისთავად ერთის მხრივ ადასტურებს და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, რომ ჟურნალისტები ზოგადად მოქმედებთ ამ ასე ვთქვათ წესების ფარგლებში და იცავს ყველა ამ წესებს, როდესაც არის დევიაცია და ექსტრემული რაღაც შემთხვევები, ამაზე რა თქმა უნდა რეაგირება ხდება და ამ ყველაფერზე დეზინფორმაციული და ცილისწამებული კამპანიას უკვე 1 წელი აწარმოებენ მათ შორის ევროკავშირის დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები. და ამაზე მე არაერთხელ მქონდა საუბარი, რომ მნიშვნელოვანია რომ ამაზე რეაგირება იყოს და ეხლა რასთან გვაქვს საქმე შესაბამისად 9 პუნქტიდან ერთი არის დეზინფორმაციის არდაშვება, მეორე არის პოლარიზაციის შემცირება. ერთშიც და მეორეშიც როგორც დეზინფორმაციის გავრცელებაში, ისე პოლარიზაციის გაღრმავებაში მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მათ შორის ნაწილობრივ ფინანსდებიან ევროკავშირის მხრიდან. ამიტომ რა თქმა უნდა ევროკავშირის პასუხისმგებლობაც არის, რომ ამ შემთხვევებს გამოიკვლიოს და სადაც ევროკავშირის ფულით მოქმედი ორგანიზაციები ავრცელებენ დეზინფორმაციას. სადაც ევროკავშირის ფულით მოქმედი ორგანიზაციები პოლარიზაციას აღმოჩნდება, ამაზე ქონდეს რეაქცია და ერთი შემთხვევა მინდა კიდევ ერთხელ გაგაცნოთ, სულ ახლახან ასეთ შემთხვევით გავიგეთ, რომ ევროპული საქართველოს პროპაგანდისტული მედია ინსტრუმენტი ტაბულა ფინანსდება ფინეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ანუ მე მგონი ხა არა მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია და ყველამ იცის ეს რომ ტაბულა არის ევროპული საქართველოს ჩვეულებრივი პარტიული კედლის გაზეთი და როდესაც ეს ფინანსდება უცხო ქვეყნიდან შესაბამისად ამით ხდება პარტიის დაფინანსება, ხომ? და ასეთ შემთხვევებში ხედავთ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ გაკვირვებას იწვევს, რომ ერთის მხრივ საუბარი იყოს დეპოლარიზაციაზე, საუბარი იყოს თანაბარ შესაძლებლობებზე და მეორეს მხრივ ხდებოდეს პოლიტიკური პარტიების კანონისთვის გვერდის ავლით დაფინანსება, ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, მათ შორის, როდესაც ხდება ევროპული საქართველოს პროპაგანდისტული მედიის მათი კუთვნილი ჩვეულებრივი კედლის გაზეთი არის, ასე ვთქვათ, მისი დაფინანსება უცხო ქვეყნიდან ეს გახლავთ კანონის გვერდის ახლის კიდევ ერთი რატომ ჯობს ევროკავშირმა საქართველოს ვიზუმ იმოსვლა არჩევნებამდე დროებით შეუჩეროს და აქ წარმოქმნილია ფოკა პეტროვის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც იზიარებს ამ ტიპის განცხადებას. თქვენ როგორ ვიწყოთ, რასთან გვაქვს საქმე და რამდენად დამაზიანებელი ის ასეთი ტიპის განცხადება? ჩვენ საქმე გვაქვს ხალხთან, რომლებიც ამ ქვეყანას მტრობენ. ვიზის შეჩერება კი არა, ხალხი ამბობდა, რომ ბომბების წვა და ცეცხლი ურჩევნია სხვა გადაწყვეტილებას. ამიტომ ასეთი ტიპის ხალხთან გვაქვს ჩვენ საქმე, რომლებიც მოწყვეტილი არიან საერთოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და მოქმედებენ სხვა ქვეყნის ინტერესებს. არა თუ ეს იმ ფილოსოფიის ხალხი არის და იმ მორალის ხალხი არის, რომელიც მაშინ, როდესაც ვიზა ლიბერალიზაციას გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო, დადიოდნენ ბრიუსელში კაბინეტ დადიოდნენ, რომ აღორმე არ მიეცე ჩვენთვის ვიზა ლიბერალიზაცია. მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსი იყო, NGO-ების წარმომადგენლები სტატიებს წერდნენ და დადიოდნენ ასევე კაბინეტ მათ შორის ბრიუსელში, რომ დაერწმუნებინათ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოეცა ჩვენთვის 2022 წელს. მაშინ, როდესაც მათ შორის ივნისში და როდესაც 2023 წლის დეკემბერში გამოჩნდა ასე ვთქვათ მისი
კონტურები, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მოენიჭებინათ, მაშინაც გახურებული კამპანია ჰქონდეთ, რომ არა, როგორც ამ ოპოზიციას, ისე მათ მოკავშირე NGO-ებს ჰქონდათ კამპანია, რომ არ მოეცა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი და როცა მოგწეს, შემდეგ კამპანია დაიწყოს, ჩამოგვართან კანდიდატის სტატუსი, ჩამოგვართან და ასე შემდეგ. ეს ხალხი არის ჩვეულებრივად მავნებლები, რომლებსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ოღონდ არა თავისთვის, ან ხალხისთვის. მოვიდნენ ხელისუფლებაში სხვა გარე ძალებისთვის. ეს არის თავარი საკითხი, რომ ამ ხალხს ეს ძალაუფლება და ეს არჩევნები არ ჭირდება ქართული ხალხისთვის, არ ჭირდება თავისი ძალაუფლებისთვის, სინამდვილეში მათი მიზანი არის, რომ სხვებს მიატაცებინონ ქართული სახელმწიფო. ამიტომ არის, რომ ისინი სინამდვილეში საარჩევნო კამპანიას ეწევიან უცხო ძალებისთვის, არა ქართული ხალხისთვის, არამედ უცხო ძალებისთვის და ხედავთ რომ ისინი მათ შორის დადიან ქვეყნის გარეთ დადიან და იქაც წარმოებენ ამ კამპანიას. ელჩებს არ ნიშნავს გარკვეულ ფაქტებში ჩვენ ინფორმაცია. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით და რატომ ხდება გაჭიანურება ამ შეერთების გაქვთ თუ არა თქვენს ეს პრეტენზია ზურაბიშვილთან ნატოს ელჩთან დაკავშირებითაც გავუმიტეთ გარკვეულ ფაქტებს ვადეთ. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია თქვენზე არის საუბარი და რატომ ხდება ეს გაჭიანურება ზოგადად ამბებაზე რა? ამ ეტაპზე კონკრეტულად რომელი ქვეყნებია მე არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა არათუ პრეტენზია გვაქვს. თქვენ როგორც გახსოვთ, საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო საჩვენც კი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში თავის დროზე, ზუსტად იმიტომ, რომ ქალბატონი სალომე ვერ კითხულობს კონსტიტუციას და მას გონია, რომ არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი. არ გვაქვს კონსტიტუცია, მან ერთხელ უკვე დაარღვია კონსტიტუცია, როცა ის ეგონა და უпростоეთ ასე წარმოაჩენდა, რომ მას შეუძლია განახორციელოს საერთაშორისო ვიზიტები თანხმობის გარეშე. ის ერთი პერიოდი მათ შორის არ ნიშნავდა ელჩებს და აქაც იმ პრეტენზიით, რომ თითქოს მისი გადასაწყვეტი არის, სად იყოს ელჩი და სად არ იყოს ელჩი და უნდა ჩაერიოს და თავად განსაზღვროს ელჩების საკითხები და ესეც არის, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის დარღვევა. მაგრამ კიდევ ერთხელ მთელი საკითხი რაშია? ქალბატონი სალომე დღეს არის ფაქტობრივად არაკონსტიტუციური კონსტიტუციის მიღმა იკავებს თავის პოზიციას. არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია და ეს არის იმპიჩმენტის საფუძველი. არსებობს საქართველოს პარლამენტში განხილვა ამ იმპიჩმენტის პროცედურისა, რომელშიც კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა. არსებობს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილება იმპიჩმენტთან დაკავშირებით. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ქალბატონი სალომე ინარჩუნებს თავის პოზიციას, არის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მისი ამ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში ხელის შეწყობა. დღეს ნაციონალური მოძრაობა და სალომე ზურაბიშვილი ერთად არღვევენ განგრძობითად ამ კონსტიტუციას, იმით რომ ის კვლავ არის იმ პოზიციაზე, სადაც არის და მეორე ეს თავისთავად შემდეგ ახალისებს სხვა დარღვევებს. კიდევ ერთხელ რომ ჩამოვთვალოთ კონსტიტუციის რას არღვევს მე ზოგადი ინფორმაცია კონკრეტულად ხალხს მაგრამ ვიცი რომ რაღაცა პროცესები ბოლო პერიოდშიც არიან კანდიდატები რომელსაც ის არიან კანდიდატები რომელსაც ის ხელს არ აწევს კონკრეტულად არ ვიცი მაგრამ ზოგადად ეს ყოველთვის ხდება კიდევ ერთხელ სამი დარღვევა კონსტიტუციის სამი დარღვევა რომელსაც სალომე ზურაბიშვილი დღემდე აგრძელებს პირველი ეს არის საგარეო წარმომადგენლობა საქართველოს საგარეო წარმომადგენლობა მთავრობის თანხმობის გარეშე ის დღესაც აგრძელებს სხვადასხვა კომუნიკაციის წარმომადგენლობას და მათ შორის იმყოფებოდა ვიზიტებში რაც დადასტურებული არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მეორე ის არ ნიშნავს ელჩებს არა და მას არ აქვს შინაარსობრივი განჯის უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით და არ აქვს უფლება რომ თქვას რომ ვინსად დაინიშნოს და ვინსად არ დაინიშნოს მეორე დარღვევა და მესამე ის ჩართულია საარჩევნო კამპანიაში რომელიც ასევე არის კონსტიტუციის დარღვევა მან იცით რომ ფაქტობრივად არის თანამონაწილე რაღაც რადიკალ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სტრატეგიის დაგეგმვისა და დასახვისა და ამითაც არღვევს კონსტიტუციას ანუ არის სამი გარემოება, რომელიცაც ქალბატონი სალომე დღემდე არღვევს კონსტიტუციას. და აქაც შეგახსენებთ სამწუხაროდ ცუდ გავლენას, რომელიც უცხო ქვეყნებს ჰქონდა ამ საკითხზე. იმპიჩმენტის დროს, თქვენ გახსოვთ, მაშინ მათ შორის ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების
განცხადებები, რომელიც ფაქტობრივად დაიკავეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის მხარე და მაშინ გახსოვთ რომ იყო მოწოდებები რომ იმპიჩმენტი არ მოხდარიყო, რითაც მათ შორის წაახალისეს ოპოზიციის ის ჯგუფები, რომლებსაც შეიძლება მხარი დაეჭერა იმპიჩმენტისთვის, რომ არ დაეჭერა. ფაქტობრივად ამით ჩაერიან უცხო მაღალი თანამდებობის პირები საქართველოს კონსტიტუციური წყობის თლიანობაში და თავისთავად ამითი მათ შორის ამ განდაწყვეტილებებით ჩაერიან იმ მხრივ რომ არ მოხდარიყო იმპიჩმენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისა და წაახალისეს ამითი დღესაც ხედავთ რომ ის წახალისებულია კონსტიტუციის დარღვევაში, ვინაიდან მან ნახა რომ აქვს უცხო ძალების მხარდაჭერა და ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა. დღეს არის ეს მოცემულობა რა თქმა უნდა. ბატონო შავა, იმერეთი გრინერზე უნდა გითხოთ, ბატონო შავა, ბევრი საუბრეთ პრეზიდენტზე და იმერეთი გრინერზე გითხავთ რა. სებმა დაადგინა დარღვევა იმერეთი გრინერის საქმეში, სადაც ჰოლანდიელი ინვესტორი ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს ურჩივის, რომ ისე მიყიდეს ფასიანი ობლიგაციები დაახლოებით 9 მილიონზეა საუბარი დოლარზე, რომ რისკები არ შეატყობინეს ამ ბიზნესის, ამ კონკრეტულად ფასიანი ქაღალდების და ამ კომპანიის რომ არ იყო მომგებიანი და მოკლედ ახლა საქმე უკვე სასამართლოში წავა და დიდი ალბათობით ადვოკატები ვარაუდობენ რომ თაღლითობის ნაწილი კიდევ ერთხელ დადგინდება ხაზარაძე ჯაფარიძესთან მიმართებაში. პირველი ქვეყნის იმიჯი ინვესტორების თვალში რატომ მოიქცნენ ასე ახლა უკვე პოლიტიკოსი ყოფილი ბიზნესმენები და როდესაც პოლიტიკაში ხარ და შენ ზურგს უკან ასეთი საქმეებია, რას ამბობს ეს პოლიტიკოსებზე? ამაზე არა მხოლოდ პოლიტიკური სამართლების შეფასებაც არის ზოგადად ამ ადამიანებზე, ისინი ოფიციალურად მტკიცებულებები, ხილებულები არიან თაღლითობაში და არიან ოფიციალურად თაღლითები. ეს ანუ მოცემულობაა ასეთი. პრობლემა ისიც რაში არის? პრობლემა იმაში არის, რომ ზოგიერთი მათ შორის უცხოელი ხელსართმევს შემდეგ და პოლიტიკურად მისაღებად ხდის სისხლის სამართლის დამნაშავეებთან ურთიერთობას. და ეს თაღლითობა რომ ქართულმა ხალხმა დაინახა, იმიტომაც არის 2020 წელს, როცა მათ მიიღეს დაახლოებით 3% მხარდაჭერა, 2021 წელს ერთ წელიწადში 2% ჰქონდათ მოსახლეობის მხარდაჭერა. და ყველამ დაინახა თაღლითური არსი, როგორც ამ ადამიანებისა, ისე მთლიანად პარტია ლელოსი. ეხლა ერთმანეთს უკეთესები იქ არავინ არ არის ამ პარტიაში და ხედავთ მათი სტილი რაც არის საერთოდ პოლიტიკაში მონაწილეობისა, ამიტომ კიდევ ერთხელ თაღლითობა დადგენილია უკვე ერთხელ მათ შემთხვევაში და ეს არის ფაქტი და ამას ვერავინ უარყოფს და ყველა ვინც ურთიერთობს შემდეგ ამ პარტიასთან თუ ამ მათ ლიდერებთან თაღლითებთან და თაღლითობაში მხილებულ ხალხთან ურთიერთობს, ეს ყველამ უნდა გაიაზროს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას ვერ გეტყვით, ეხლა ეს სამართლებრივი დავის საკითხი არის და არ ვიცი, მხარეები თვითონ ამ საკითხით დაკავდებიან, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, რომელსაც აღარ ჭირდება რაიმე დამატებითი კიდე კვლევაძიება, დაადგინა სასამართლო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომ იყო თაღლითობა, თან ხო გახსოვთ რაზეც იყო საუბარი, საკუთარი ბანკიდან თაღლითური სქემით გამოიტანეს ფული და ის შემდეგ არც დააბრუნეს. ის ფული ვინც ყველა ამ ბანკში ვინც არის საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ ფულსო ინახავს ბანკი დეპოზიტში და ამ ფულს შემდეგ რო გასცეს, აი ეს ჩვენი ფული ამ ბანკის პატრონებმა თაღლითური სქემით მოკიდეს ამას ხელი, წაიღეს და აღარ დააბრუნეს. და სხვათა შორის ბანკს შემდეგ მოუწია აი ამ სქემის გამო თუ ტრანზაქციის გამო ჯარიმის გადახდა მოუწია აღიარა კიდევაც რომ აქ იყო დარღვევა. ასე რომ ეს დადასტურებული ფაქტი არის და ამას რა თქმა უნდა ვერ საპრეზიდენტო კანდიდატი ხო პირველი ოპოზიციის და მეორე არის შემოგვიგვაშუა განაცხადა რომ დონალდ მტკიცებულებები იყო გადატრიალებასთან დაკავშირებით ეს რევოლუციური სცენარები უპირველესწორად თავად ეს ფაქტიც ხო ეს საპრეზიდენტო კანდიდატობასთან დაკავშირებით, ესეც არის კონსტიტუციის დარღვევა. ნუ შეუძლებელია საერთოდ ჩვენ ვართ აბსოლუტურ აბსურდში, სადაც თითქოს ამ ქვეყანაში არიან მიუკერძოებელი საარჩევნო დამკვირვებლები, ადგილობრივი თუ საერთაშორისო, მათ შორის იცით რომ ზოგიერთი საერთაშორისო მისია უკვე მუშაობს სადამკვირვებლო საარჩევნო და ადგილობრივები ხო ისედაც ბევრია და მუშაობენ. არც ერთს და ამაზე მქონდა სპეციალურად რომ მე დავაკვირდები ამას. არც ერთს დღემდე არ გაუკეთებია განცხადება, რომ სალომე ზურაბიშვილი არ უღებს კონსტიტუციას და
და კანონმდებლობას იმით, რომ ის პოლიტიკაში საარჩევნო პოლიტიკაში ერევა, საარჩევნო კამპანიაში ერევა, მათ შორის კანდიდატურების, რომელიც საამარჩევნებს არც ეხება კანდიდატურების შეთავაზებით თუ დასახელებით და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ეს გაპრანჭვა, რაც ამ ღალატის და ომის ქარტიის გარშემო ხელმომწერ ხალხს აქვს, ეს გაპრანჭვა გავა ცოტა ხანში, ნახავს ყველა რომ მიყავთ ყველაფერი ერთი სიისკენ, არ უნდა თავიდან და გვაპარებენ ახლა თითქოს ნელ-ნელა. ერთი სიაც იქნება, სალომე ზურაბიშვილიც იქნება ამ რადიკალური ფრთის მონაწილე. ისევე როგორც ამას დიდი ხანია ხედავს ყველა, უბრალოდ რაღაც თვალში ნაცავს გვაყრია, თითქოს რაღაცა პროცესი მიდის, განხილვის და არა პროცესი არა. რა გეგმაც მათ დაუდეს, მათმა უცხოელმა პატრონებმა ზუსტად იმ გეგმას მიყვებიან. დაუდეს გეგმა, ამ გეგმას მიყვებიან. ზუსტად რასაც ეთქვიან, ხალბატონ სალომეს იქნება ეს თუ ოპოზიცია, ზუსტად ისე მოიქცევა. რაც შეეხება სცენარებს, ავიცი, ამას ბევრი რაღაცას მათ შორის რუსეთის ხელმძღვანელის განცხადებებიც კი არ ჭირდება, ამას ჩვენი თვალით ხედავდით საქართველოს მოქალაქეები, ხედავდით NGO-ებს, რომლებიც სცენაზე იდგნენ და ითხოვდნენ, რომ მთავრობა გადამდგარიყო და მათ დაეკომპლექტებინათ და ვეტოს უფლება ქონოდათ მთავრობის დაკომპლექტებაში, ამას აკეთებდნენ უცხოური დაფინანსების მქონე NGO-ები, მათ შორის ევროკავშირისგან დაფინანსებული და ზუსტად ამაზე მქონდა საუბარი ევროკავშირის თუ სხვა წარმომადგენლებთან დიდი ხნის განმავლობაში და ამაზე ვეუბნებოდი, რომ ახლა თუ წაუყურებთ, ახლა თუ ამას გაატარებთ, თქვენი დაფინანსებული NGO-ები ითხოვენ, რომ მთავრობაში მიიღონ მონაწილეობა დაკომპლექტებაში და ქონდეთ ვეტოს უფლება, ეს უფრო მეტი რადიკალიზაციისკენ წაიყვანს ამ NGO-ებს და წაახალისებს მათ დანარჩენ ქმედებებს და ხედავთ. აი რო წაუყურეს დონორებმა, რო წაუყურეს ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა, რო წაუყურეს იმ NGO-ებს, რომლებიც რადიკალიზმის პირველი გაფურჩქნა ჰქონდათ მაშინ 22 წლის ივნისში. ზუსტად ამიტომ იყო, რომ ახლა უკვე აქციებზე მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან დაფინანსებული NGO-ები იყვნენ ორგანიზატორები ძალადობისა. მათი მოწოდებით, NGO-ების ლიდერების მოწოდებით მშვიდობიანი აქციას ისინი აქცევდნენ ძალადობრივ აქციად, ვინაიდან მოუწოდებდნენ პარლამენტის ბლოკირებისკენ და რაც ამის შემდეგ შედიოდნენ ისინი ძალადობდნენ ისინი პოლიციელებზე და შტურმს ცდილობდნენ საქართველოს პარლამენტის შენობას. აი ზუსტად ეს არის შედეგი იმ წაყრუების, რომელიც თავის დროზე დონორებმა გამოიჩინეს საკუთარი დაფინანსებული NGO-ების მიმართ, ამ წაყრუებამ ისინი წაახალისდნენ კიდევ უფრო მეტ რადიკალიზაციამდე და ბოლოს ძალადობამდე წახალისდნენ ისინი და აი რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი NGO-ს თანამშრომელი ხულიგნობაზეც კი იქნა დაკავებული, იმიტომ რომ მიუვარდა პოლიტიკოს მის ოჯახთან ერთად და მას მუქარად და შეურაცხყოფას აყენებდა მას. სამი კითხვა გიორგი ამილახანს ოპოზიციის ნაწილი ბოდიში ქეთი კლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება. როგორ აფასებს ოპოზიციის ამოქმედებას და ის რომ გიორგი ამილახანის შენს და გავაერთიებთ კითხვა. გამოვიდა ყველას რომ შვეიცარიაში არის სამართლებრივი რომ გუცლად ასული კომპანიების მონაწილეობა შვედავება მათ შორის არის. მინისტრი გითხარით და ბოლომდე აი უპასუხო. მოიდა რაც შეეხება ministris საათს ჩვენ რა თქმა უნდა გვექნება შესაძლებლობა რომ მოусმინოთ განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის ministrs. ზოგადად ეს ფორმატი ოპოზიციისთვის უნდა იყოს უფრო საინტერესო, ვინაიდან მათ აქვს შესაძლებლობა რომ ministrs დაუსვან კითხვები. ჩვენ ამისი ბარიერი პრობლემა კომუნიკაციის ministrთან არ გვაქვს. მთავრობა არის საპარლამენტო უმრავლესობის მთავრობა და ჩვენ რა თქმა უნდა ამ ფორმატების მიღმაც გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია მთავრობის წევრებთან, დარგობრივ კომიტეტებს აქვს მინისტრებთან, შესაბამის მინისტრებთან კომუნიკაცია, ისევე როგორც პოლიტიკურ გუნდში შიგნით გვაქვს კომუნიკაცია მთავრობასთან. ამიტომ ჩვენთვის ესეთი ფორმატი უპირველეს ყოვლისა ოპოზიციისთვის უნდა იყოს საინტერესო, თუმცა ისინი ბოიკოტში არიან და ბოიკოტს უცხადებენ ყველას და ყველაფერს, იმიტომ რომ არ აქვს სათქმელი სინამდვილეში არაფერი არ აქვს, იმიტომ რომ უნდა მოვიდნენ და მაშინ ისაუბრონ განათლების პოლიტიკაზე და რა უნდა თქვა? არაფერი არ აქვს. წინაზე იყო ჯანდაცვის მინისტრი, უნდა ისაუბრონ ჯანდაცვის პოლიტიკაზე. რა უნდა თქვა? არაფერი სათქმელი არ აქვს. მათ ერთ-ერთი არის, რასაც დაუსახავენ გარედან მათი პატრონები, უნდა იყვირონ რუსეთი. ეს არის მათი მთლიანი კამპანია არის ზიზღი.
ზიზღი, ტერორი, მუქარა და რასაც ამ ყველაფერს ვაკვირდებით და მათი ერთადერთი მიზანი არის ხელისუფლების მიტაცება გარე ძალებისთვის. ის მეთოდი არ შეხება ამ საკითხს არ ვიცი. ბიურო უნდა დავიწყოთ. ბიურო უნდა დავიწყოთ თაობების და დასაცინდნენ ევროკავშირის მხრიდან და გადაწყვეტილების მოლოდინება შეიძლება თქვენი უბრალოდ დასაცინდები შეიძლება გაიგოს ქვეყანა და მოლაპარაკებების ეტაპზე ვერ გადავიდეთ. თუ ევროკავშირი საერთო პოზიციას ვერ შეათანხმებს, მაშინ ევროპის სანქციები არ დაეწესება ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს, იმიტომ რომ ვიცით მაგალითად რომ ესტონეთის პარლამენტმა უკვე მოითხოვა რეზოლუცია ამ სანქციების დაწესება ეროვნული სანქციები. რაც შეეხება ესტონეთის პარლამენტის რეზოლუციას, მას შემდეგ რაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპული ღირებულებების ყოველგვარი ღირებულების დარღვევით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე უცხო ქვეყანაში დადგა, ამის შემდეგ აღარაფერი გასაკვირი არ არის. ასე რომ ამაზე საერთოდ კომენტარსაც არ გავაკეთებ. სამწუხარო განვითარება მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ანტიქართულად იქცევა ესა თუ ის თანამდებობის პირიქით პოლიტიკოსი, ჩვენი დამოკიდებულება ესტონელი ხალხის მიმართ არ იცვლება და ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, თავარი არის რომ ხალხებს შორის ურთიერთობა იყოს სწორი და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ და რა თქმა უნდა ჩვენ ესტონელი ხალხის მუდმივი მხარდამჭერები ვიქნებით. რაც შეეხება სხვა საკითხებს მე ვერ გეტყვით, ანუ აქ მიდგომა მარტივი არის, ხომ? საქართველოს ხელისუფლება არჩეული არის ქართული ხალხის მხრიდან იმისთვის, რომ ქართული ხალხის ინტერესებით იმოქმედოს. ჩვენ მოქმედებთ ქართული ხალხის დაკვეთით და ინტერესებით. სხვა ქვეყნები როგორ იმოქმედებენ, ამას ჩვენ გავლენა არ გვაქვს და ნაკლებად ამაზე ვფიქრობთ. როდესაც საკითხი დგას რა უპირატესი არის ქართული ხალხის ინტერესი თუ სხვათა ინტერესები, ჩვენ ვირჩევთ ქართული ხალხის ინტერესს. საქმე იმაში არის, რომ ოპოზიციამ ეს გვაჩვენა, რომ ისინი არიან პატრონყმული დამოკიდებულების მომხრე და მათი დამოკიდებულება არის, რომ როგორც რასაც ეთქვიან მათი პატრონები, ისე უნდა მოიქცნენ და არა როგორც ქართულ ხალხს. ჩინეთთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, რატომ არის ჩინეთთან დაკავშირებით? უკვე სწორად დავიწყე კითხვის დასაჩები. თემა საუბარია ჩვენი გააჩინა იმასთან დაკავშირებით, ხომ არ აპირებს ხელისუფლება რომ დამკვირვებლებთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება მიიღოთ. მაგალითად შეიზღუდონ ეს დამკვირვებლები არჩევნებზე, იმიტომ რომ ხშირად ბევრს არა თუ შეიზღუდო პირიქით ჩვენ მათ შორის განსაკუთრებით საერთაშორისო დამკვირვებლებს მოუწოდებთ რომ რაც შეიძლება ბევრი ჩამოვიდეს, რაც შეიძლება ბევრი იყოს ადგილობრივი დამკვირვებელი, უნდა იყოს ბევრი, რომ ყველამ დაინახოს ქართული ხალხის არჩევანი. 26 ოქტომბერს ეს იქნება რეფერენდუმი. გვინდა ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო თუ გვინდა ჩვენ ვიყოთ ვასალური სახელმწიფო, როგორც ეს უნდა რადიკალურ ოპოზიციას. გვინდა ჩვენ რომ ამ ქვეყანის ბედს, მის მოწყობას, მის ინსტიტუტებს გადაწყვეტილებებს იღებდეს ქართული ხალხი, თუ გვინდა რომ გადაწყვეტილებებს იღებდნენ გარედან. ოპოზიცია გვთავაზობს რომ სისტემას რომელიც იქნება დამყარებული რომ გარედან რას გვეტყვიან იმაზე იყოს, იმისთვის რომ კომფორტში ამყოფონ საკუთარი ფარველები გარეთ, ჩვენ ვამბობთ რომ რასაც იტყვის ქართული ხალხი, ისე იქნება ამ ქვეყანაში. ასე რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა და ბევრმა დამკვირვებელმა უნდა დაინახოს რა არის ქართული ხალხის ნამდვილი არჩევანი. ცხინვალისში არალეგიტიმური არჩევნების შემდეგ ჩინეთს როგორც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს ეს ყველაფერზე განცხადება არ გაუკეთებია, ეს არ დაუგმია. თქვენი ოპონენტები ამბობენ რომ ეს არის ძალიან ცუდი ამბავი, როდესაც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ნამდვილმა აშშ დაგმო ჩინეთი არ გმობს. რატომ ხდება რომ ესეთ საკითხებზე არ გმობენ იგივე გაეროს ნაწილში და ხარი არ დაგვიჭერენ? ჩვენ სინამდვილეში და მათ შორის მედიას ვთქვათ თუ ამას მიაქციოთ ყურადღება, შეიძლება ვიღაცა ვერცა ცნობიერებს თუ რა ანტიქართულ მოძრაობასთან გვაქვს საქმე. როდესაც ჩინეთთან დაკავშირებით მტრული განცხადებები ისმის ოპოზიციის და ზოგიერთი NGO-ს მხრიდან. მათ შორის ჩვენ ნახეთ რომ იყო წერილი, რომლითაც პარლამენტის წევრებმა და ოპოზიციამ მიმართეს კონგრესის იმ წევრებს, რომელთაც ახლახანს ერთ-ერთი საკანონმდებლო აქტი და ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი დააინიციეს, მიმართეს და ამ წერილში ჩინეთს როგორც მტრულად განწყობილ სახელმწიფოდ მოიქცევა. დღეს კიდევ ერთხელ ოპოზიცია ჩინეთს მიიჩნევს საქართველოს მიმართ მტრულ სახელმწიფოდ. აი ეს ხალხი აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას, რომელიც ჩინეთს
აცხადებს მტრულ სახელმწიფოდ. მტრულ სახელმწიფოდ აცხადებს ჩინეთს ოპოზიციამ სრულად და ამ ხალხს უნდა ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოსვა, როდესაც გაეროს უშუალოების საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს, რომელსაც საქართველოსთვის სიკეთის გარდა არაფერი გაუკეთებია, მტრად აცხადებენ, იმიტომ რომ გარედან მიიღეს ეს შეკვეთა. არა მხოლოდ შეკვეთა პოლიტიკური, არამედ ამაში ფული იხარჯება, რომ ანტიჩინური კამპანია იყოს ნაწარმოები, მათ შორის იცით, რომ ქალბატონი თინა ხიდაშელი, ტაივანის სეპარატისტული, არათუ უყურეთ კიდევ არათუ ცხინვალის რეგიონთან ქალბატონი თინა ხიდაშელის NGO და ის პირადად სეპარატისტული რეჟიმისგან, ტაივანისგან იღებს დაფინანსებას იმისთვის, რომ ანტიჩინური კამპანია აწარმოოს. ამიტომ კიდევ ერთხელ დაუფიქრდეს ყველა საერთოდ სად რაზე ფიქრობენ და სად არიან, როდესაც ისინი ჩინეთს აცხადებენ მტრად. დღეს ოპოზიცია და NGO-ების ნაწილი ჩინეთს აცხადებს მტრად, აი ეს არის მოცემულობა და აი ეს ხალხი უნდა რომ მოიდნენ ხელისუფლება. რაც შეეხება ჩინეთის დამოკიდებულებას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, მინიმუმ ჩინეთის დამოკიდებულება საკუთარ ტერიტორიასთან დაკავშირებით ამაზე მაინც უნდა დაფიქრდეთ, რომ მიხვდეთ თუ რა დამოკიდებულება აქვს მას საერთაშორისო პლატფორმებზე ტერიტორიული მთლიანობის, როგორც საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ მთავარ პრინციპთან დაკავშირებით. აქ როგორ შეიძლება საერთოდ კითხვის ნიშანი არსებობდეს, იმიტომ ჩინეთს აქვს ამ მხრივ საკმაოდ კაფიო ერთიანი პოზიცია ყველა ქვეყნის მიმართ ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს ამასთან დაკავშირებითაც არაერთი განცხადება არის გაკეთებული ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებით, რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებში ამა თუ იმ რეზოლუციაზე მხარდაჭერას და კონკრეტულად ეს რეზოლუცია ტერიტორიული მთლიანობას როგორც არ შეეხება ამ საერთაშორისო ფორმატებში ყველა სახელმწიფოს აქვს საკუთარი დღის წესრიგი, რომელთაც მოქმედებს ბევრი ფაქტორების გათვალისწინებით, მათ შორის საქართველოც და ამის მიხედვით ხდება გადაწყვეტილებების დროს პოზიციის დაფიქსირება. ჩინეთის პოზიცია, რომელსაც ის უკვე წლები აფიქსირებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ეს პოზიცია შენარჩუნებული არის, ასე რომ ამ მხრივ ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ძალიან ვიცო თანამშრომლობა ჩინეთთან.